სოფელი მახალაკიძეები აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. თუკი ზაფხულში სოფელ მახალაკიძეებში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს, ზამთარში მათი რიცხვი 43-მდე მცირდება. დღესდღეობით ნამეტარი მიგრაციაა სოფლიდან. ასე თუ გაგრძელდა 10 წელი, სოფელი ფაქტურად დაიხურება. ეს მსოფლიო სულ რამდენიმე გამორჩეული ადგილიდან ერთ-ერთია, სადაც უნიკალური ველური თაფლი, გეჯას, იგივე ჯარას თაფლი იწარმოება. ჯემალბერიძე ჯარას თაფლის საოჯახო წარმოების საუკუნე ნახევრიან ტრადიციას აგრძელებს. ჯარამეფუტკრეობა ტრადიციული არის. თითქმის საუკუნე ნახევარს ითვლის. ჩვენი ოჯახი. ამბობს, რომ კონკრეტულად ამ სოფლის თაფლის ზღვის დონიდან შედარებით უფრო დაბალზე მდებარე სოფლებში ნაწარმოები ჯარას თაფლისგანაც კი განსხვავებულია. განსხვავდება ქვედა სოფლების თაფლი და ამ სოფლის თაფლი? კი. გემოვნური თვისებები? გემოვნური თვისებები განსხვავდება და ხარისხითაც. ლაბორატორიიდან წაიღეს და დაისკნეს. წაბზე არ მუშაობს შეთაფლს. ცაცხვი და მინდვრის ყვავილი. განსაკუთრებით მაღალია ჯარას თაფლის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესი. რეალიზება ძირითადად ადგილობრივად ხდება თუ უცხოელი? ძირითადად უცხოელებს ჯარათაფლს. გერმანელები, თურქები მყავდა. რეალიზება არ აქვს დღესდღეობის პრობლემა. რამდენ საწარმოებთ? ამ ეტაპისთვის 150-200 კილოგრამს. ნაკლებად შემოსავლიანია, მაგრამ ხარისხიანია. ფასიოთა კომპანიას მიაქვს 27 ლარს იხდის, ისე ჩემით რო გავყიდე 35-40 ლარი. რაც შეეხება აზიურ ფაროსანაზე წამლობას, ფაროსანაზე არ ვაწამლებთ, ფუტკარაზე ახლოს არის. ახლო ტერიტორიაზე ახლო. არც ხდება ფაქტიურად ჩვენთან ფაროსანაზე ვერ შეწამლეთ, ისეთი რომ ვერ შეწამლეთ, ასე დადიან გზებზე გზის განაპირას წამლენ. ისე არის ფაროსანას პრობლემა. კი. ზუსტი მტკიცებულება თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში არ არსებობს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის მიხედვით უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროებში აღმოაჩინეს და ამ ადგილს დღეში ხე-ფუტკარა, იგივე თაფლის ხე უწოდეს. მოგვიანებით მოსახლეობამ ხეების ანალოგიურად თაფლის ხეებად გარდაქმნა დაიწყო. აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი და გულამოთლილი ხისმორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ დამზადებულ ხისმორებს ხეებზე დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ათავსებდნენ. სწორედ ამ ხისმორებს უწოდებდნენ ჯარას.